მეგობრებო, არის ფანტასტიკური, რაც უნდა წიგნები იკითხოთ, რაც უნდა სკოლები გაიაროთ, ხო? გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი არ არის. მე დამჭირდა 2 კვირა, რომ ის გოგო აზზე მომეყვანა. მე იყო კიდე მეორე, რომელსაც ერთმა ვაი ასტროლოგმა უთხრა, რომ ერთ კვირაში მანქანა დაგეტაკებაო და ის უნდა გენახათ, რა დღეს ჩავარდა. და იმასთან კიდე ცალკე მუშაობა ფსიქოლოგიურად და ისღერობა ვიდა და რო არ დაეტაკა არავინ და მე რომ ასე თქვა ცოტა სხვანაირად შეხედა რაღაც ესეც ცალკე. იცი რა, ესეთი ეპიზოდები იყო. მასიც პროგნოზები ეთიკურია ბოდიში რომ გაწყვეტინოთ რომ მანქანა დაგეტაკება. არა, რასაკვირველია, იმიტომ რომ არიციან ჩვენთან არსებობს ასტროლოგიური ეთიკა. აი 10 ასტროლოგიდან შეიძლება ერთმა იცის, მაგრამ 9 არ იცის. და არც ითვალისწინებს და არც აინტერესებს. სამწუხაროდ მივხვდი, ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. როცა მოდის ადამიანი შენთან ცოცხალი არსებაა, ხო? შენი ერთი აიღურე, ამ ადამიანებს გონიათ, რომ ასტროლოგია ეს არის კითხაობა.